პრეზიდენტის გამოსვლა იყო ლაკონური, მაგრამ ყველა თემის მომცველი მიუნხენში მიმდინარე კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას უკვე მოჰყვა შეფასებები. ეს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეიტყოს საქართველოს შესახებ უფრო მეტი ვიდრე იცის. ასეთი განცხადებები გააკეთდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ. Also have our collective responsibility to project stability in areas where it does not exist. IDPs really showed the importance of Georgia. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ძალიან ზომიერი და კონკრეტული იყო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას როგორც საკუთარ რეგიონში, ასევე უფრო ფართო მასშტაბითაც კერძოდ ცენტრალური აზიისთვის, პაკისტანისთვის და ავღანეთისთვის. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ზუსტი და ცხადი ანგარიში წარმოადგინა რეგიონის უსაფრთხოებაზე. ეს მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო, ასევე მნიშვნელოვანია ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა უსაფრთხოებისა და კონფლიქტების არსებობისას, კონფლიქტების გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე და ასევე თუ რამდენად შეიძლება პასუხისმგებლობა გაზიარებული იქნას სრული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ამავდროულად, რასაკვირველია, როდესაც კონფლიქტებზე იყო საუბარია უპირველეს ყოვლისა საქართველოში მიმდინარე და არსებულ კონფლიქტებზე, ასევე რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს სწორედ როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოებაზე.